ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მას თითქმის აქვს ბოლომდე ჩამოყალიბებული თავისი მოსაზრება, თუ ვინ უნდა იყოს მომავალი აღმასრულებელი ხელისუფლების თავმჯდომარე. მაგრამ ეს პოლიტიკურ გუნდთან რომ შესათანხმებელია ბატონ ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ კომენტარშიც, რომელიც ჩვენ ყველა ვნახეთ, არის დაფიქსირებული. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ ეს თემები, რომელიც გახდა ძალზე აქტუალური ჟურნალისტებისთვის, მასმედიისთვის, არის ბუნებრივი, რომ აქტუალური და მნიშვნელოვანი თემებია, მაგრამ მომავალი პრემიერის ვინაობა გაირკვევა მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ჯერ წავა თავად პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან. როდის წავა ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან? ეს არ არის ზუსტად დადგენილი თარიღი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიცოდით პირველივე მისი წერილის გავრცელების შემდეგ, რომ ბიძინა ივანიშვილი დიდხანს არაპირებდა პოლიტიკაში დატოვებას და არაპირებს, ასე ვთქვათ, როგორი ტრადიციაც არის ჩვენთან პოლიტიკური ლიდერები მაქსიმალურად ბოლომდე არიან ხოლმე თავიანთ პოსტზე, ასეთ ტენდენციას რომ არ გააგრძელებდა ბიძინა ივანიშვილი, ჩვენ ძალიან კარგად ვიცოდით. მე ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილის ეს გადაწყვეტილება არის სრულიად ახალი სიტყვა ქართულ პოლიტიკაში. მე არ ვეთანხმები ბიძინა ივანიშვილის ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ ერთი რამ უნდა აღვნიშნო თქვენთან საუბრის დროს, რომ რა გადაწყვეტილებაც მიიღო ბიძინა ივანიშვილმა, რისი პროგნოზირებაც გააკეთა, ყველაფერი იმდენად სწორი და იმდენად ზუსტი აღმოჩნდა, რომ მე დღეს მეშინია გავაკრიტიკო ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებით. არავითარი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით არ აქვს. ბიძინა ივანიშვილის ეს განცხადება არ ნიშნავს იმას, რომ ეხლა ეს არის რაღაცა პოლიტიკური ვექტორი, რომელიც ამ წუთას მოქმედებს და ასეთი მიმართულება აქვს. ეს არის უბრალოდ ჰიპოთეტური მოსაზრება, რომ რუსეთი ევროკავშირთანაც, ნატოს ქვეყნებთანაც ძალიან კარგ ურთიერთობაში იმყოფება დღევანდელ დღეს და რა თქმა უნდა შესაძლებელია ხვალ და ზეგ როგორ განვითარდება საერთაშორისო მიმართულებით და რომელი სახელმწიფო სად რომელ გაერთიანებაში აღმოჩნდება, აქ რა თქმა უნდა შესაძლებელია მოსაზრებები ადამიანებმა გამოთქვას. ჩვენთვის არის ყველაზე მთავარი დღეს ის მოცემულობა, რომელი მოცემულობაც დღეს აგვაქვს, რაც შეეხება ზომაზე მეტი ყურადღების დათმობას ევრაზიის კავშირში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მომავალ მსოფლიო რაღაც ახალ ალიანსებთან და კოალიციებთან დაკავშირებით მოსაზრებების გამოთქმა, რა თქმა უნდა პოლიტიკოსები ამ თემებზე ვსაუბრობთ, ხშირად ვსაუბრობთ, მაგრამ ეს არ არის, მე ვფიქრობ, ჩვენი ძირითადი საქმიანობა და ეს არ არის ჩვენი ძირითადი დღევანდელი სამუშაო დღის წესრიგი, ვინაიდან ჩვენ დღეს სრულიად სხვა სამუშაო დღის წესრიგი გვაქვს. ჩვენ გვაქვს ჩვენი გადაწყვეტილება მიღებული, რაც შეეხება ევროკავშირს, რაც შეეხება ნატოს. ჩვენი ეს გადაწყვეტილება არაერთხელ დაფიქსირებულა ქართული საზოგადოების მიერ, საქართველოს პოლიტიკური ისტაბლიშმენტის მიერ. მე შემიძლია გითხრათ, რომ დღესაც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მთავარი ამოცანა, მთავარი პრიორიტეტი არის ევროკავშირის და ნატოს სტრუქტურებში ინტეგრირება, რაც შეეხება იმას, რომ მომავალში ევრაზიის კავშირი შეიძლება შეიქმნას და შემდეგ ეს ევრაზიის კავშირი რამდენად საინტერესო იქნება საქართველოსთვის, ეს არის ძალიან მრავალ ფაქტორზე დამოკიდებული. პირველ რიგში დამოკიდებულია იმაზე, რა კავშირია ეს და რამდენად არის უნისონში ან კონფლიქტში დაუშვათ იმ ორგანიზაციებთან, რომელშიც გაერთიანებას აპირებს საქართველო. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, ისევ მხოლოდ რაღაცა ჰიპოთეტურ დონეზე არის ევრაზიის
კავშირი ჯერ არ ჩამოყალიბებულა და ჩამოუყალიბებელ ორგანიზაციაში გაწევრიანების ვარიანტებზე ლაპარაკი, მე ვფიქრობ, არის ძალიან გადაჭარბებული. სომხეთთან საერთოდ რკინიგზის თემის აღდგენა ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა საქართველოსთვის, მისი ეკონომიკისთვის, მისი პოლიტიკური ხვალინდელი დღისთვის, მაგრამ ეს არის ძალიან მრავალპლანიანი თემა. ეს თემა უკავშირდება ქართულ-რუსულ ურთიერთობებს, ეს თემა უკავშირდება დევნილების თემას, ეს თემა უკავშირდება კონფლიქტების თემას, უკავშირდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის და საქართველოს რესპუბლიკის ურთიერთობების თემას, ასე რომ უნდა დავინახოთ თუ რა სირთულეებთანაა ეს დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, ის რომ საქართველოს ინიციატორი აღმოჩნდეს ახლა რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებით, მე ნაკლებად შესაძლებლად მიმაჩნია ნახოთ როგორ განვითარდება ამ მიმართულებით მოვლენები. საქართველოს აქტიურობა რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებით ნიშნავს, რომ თავად საქართველოს შემდეგ აღმოჩნდეს რაღაცა წინასწარ რაღაც ისეთ მდგომარეობაში, როდესაც რაღაცა პირობებზე წასვლა მოუწევს. მე ვფიქრობ, რომ ეს თემა თუ დაიძვრება, ეს თემა კომპლექსურად უნდა დაიძრეს ყველა იმ საკითხების და იმ ქვეყნების ინტერესების გათვალისწინებით, რომელზეც ახლა ჩვენ ვისაუბრებთ. სომხებთან ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი კეთილმეზობლური ურთიერთობა, არ ამგონია იმის გამო, რომ ევრაზიის კავშირთან სომხებმა განსხვავებული მოსაზრება გამოხატეს, ამის გამო ჩვენ მათთან რამე უნდა გაგვირთულდეს ურთიერთობა. ეს ძალიან არასერიოზული და სასაცილოც იქნებოდა, მე ვიტყოდი. მე ასეთ მშვიდი არჩევნები ცხოვრებაში არ მინახავს, არ მოვსწრები ვარ და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგია. ძალიან მნიშვნელოვანია შარშანდელ დროს, რომ შევადაროთ წლევანდელი არჩევნები, ნახავთ ისეთივე განსხვავებას, როგორც არის ცასა და დედამიწას შორის. ეს არის არჩევნები, სადაც კანდიდატები ატარებენ წინასაარჩევნო კამპანიას ქვების როლის გარეშე, თემატყეპის გარეშე, ერთმანეთთან რაღაცა სერიოზული დაპირისპირების გარეშე, ამავე დროს სახელმწიფოს მხრიდან თუ აქვს ვინმეს რაიმე ტიპის ფაქტი და დაასახელებს, რომ ან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ხდება დაუშვათ გიორგი მარგველაშვილის სასარგებლოდ, ან საბიუჯეტო რესურსის გამოყენება ხდება, ან რაიმე ტიპის სხვა ძალადობა მიმდინარეობს ოპოზიციურ კანდიდატებზე, ეს არაფერი არ მიმდინარეობს და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საარჩევნო რეგისტრაცია დამთავრდა პრეზიდენტობის კანდიდატების და უპრეცედენტო რაოდენობამ გაიარა რეგისტრაცია, 54 კაცია რამდენადაც ვიცი გატარებული რეგისტრაციაში, ალბათ 54-ვე ვერ იქნება კანდიდატი, მაგრამ ჩვენ ვნახავთ, რომ ისეთი გარემო არის დემოკრატიული ქვეყანაში შექმნილი, რომ ამის გამოიცნობითაც არის, რომ კანდიდატების რაოდენობა უპრეცედენტო დაფიქსირდა არჩევნებზე. სალომე ზურაბიშვილის დარეგისტრირებასთან დაკავშირებით ვიცით, რომ არის პოლიტიკური აჟიოტაჟი ერთგვარი ამტყდარი, მაგრამ ვფიქრობ, რომ აქაც ხელისუფლებამ უნდა ძალიან მკაფიოდ გამოქვეყნოს თავისი ფუნქცია ასეთი ტიპის საკითხები, როდესაც დადგება. ჩვენ როგორც პოლიტიკურ გუნდს არაფერი საწინააღმდეგო არ ქონდა სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით, მაგრამ ქალბატონი სალომეს საკითხი, ეს არის CSKO-ს საკითხი, ეს არის სასამართლოს საკითხი და თქვენ ალბათ გაქვთ ინფორმაცია, რომ დღეს იუსტიციის მინისტრმა თეატრო ლუკიანმა გააგზავნა შეკითხვა ვენეციის კომისიასთან იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მართებულად არის კონსტიტუცია გაგებული CSKO-ს მხრიდან, როდესაც სალომე ზურაბიშვილის დარეგისტრირებაზე უარი უთხრეს. მე ვფიქრობ, რომ არჩევნები ქვეყანაში უნდა ტარდებოდეს სწორედ ასეთ ცივილურად უნდა ტარდებოდეს და არ უნდა იყოს არჩევნები სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლა, როდესაც წაგებული კარგავს ყველაფერს და მოგებული იღებს ყველაფერს. ასეთი რამ უნდა დამთავრდეს ქვეყანაში და ვფიქრობ, რომ ჩვენ სწორედ აი ამ მიმართულებით სერიოზული ნაბიჯი გადავდგით უკვე.
სალომე ზურაბიშვილს აქვს სრული უფლება, რომ ის ფიქრობდეს ისე, როგორც ფიქრობს. ჩვენთვის არის მთავარი, რომ ჩვენ არ დავარღვიოთ კანონი და არ ჩავერიოთ სხვა სტრუქტურების საქმიანობაში, ვინაიდან ხელისუფლების დანაწილების პრინციპი არის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პრინციპი, აქედან გამომდინარე. სასამართლოს საქმიანობაში არც აღმასრულებელი და არც საკანონმდებლო ხელისუფლება ჩარევას არ აპირებს. ჩემო კარგო, ვანო მერაბიშვილი რამდენიმე თვეა უკვე დაკავებულია. ანუ ეს საკითხი, რომელიც ეხლა ისხება ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური შემადგენლობის მხრიდან, ფიქრობ, რომ რამდენიმე თვითადრე უნდა დაესვათ მათ. თუ რაიმე ტიპის შეუსაბამობა არსებობს სამართლებრივი თვალსაზრისით, მათ აქვს სრული შესაძლებლობა მიმართონ სასამართლოს და სასამართლოს და კანონმდებლობის ფარგლებში იქნას შეცვლილი ის გადაწყვეტილება, რომელი გადაწყვეტილებაც მათ არ მოსწონთ. აქ მე უძლური ვარ სხვა პასუხი გაგცეთ, ვინაიდან კიდე ერთხელ ვამბობ და უსვამ ხაზს, რომ ჩვენ არც აღმასრულებელი ხელისუფლება, რომელიც ჩვენი პოლიტიკური კოალიციის მიერ არის დაკომპლექტებული და არც საკანონმდებლო ხელისუფლება, სადაც უმრავლესობა ასევე ჩვენს კოალიციას აქვს, არ აპირებს ჩაერგოს სასამართლო საქმეებში. ეს არის ნინო ბურჯანაძის შტაბის ტაქტიკა. ვინაიდან მე ძალიან კარგად ვიცი ნინო ბურჯანაძის შტაბში როგორი გადადინებებიც ხდება, ეს არის ერთეული შემთხვევები, როდესაც მაძიებლები სახელისუფლებო პარტიის ხელმძღვანელობისა, ბევრს უნდოდა მაგალითად ქართული ოცნების ხელმძღვანელობა სხვადასხვა რაიონებში, მაგრამ არ გამოვიდათ ეს ამბავი და გაბრაზებულების შემდეგ მიდიან სხვადასხვა ოპოზიციურ კანდიდატებთან, მათი რაოდენობა არის ძალიან მცირე, უმნიშვნელო, მე ვიტყოდი, უბრალოდ როდესაც უკვე მე 100-და 1000-ად უნდა ნინო ბურჯანაძის შტაბს წარმოაჩინოს ამ ადამიანების რიცხოვნობა, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათ წინასაარჩევნო კამპანია აქვს აგებული არა თავიანთ პროგრამულ ნაწილზე, არამედ იმ თემებზე, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაუშვათ განაწყენებული ადამიანების ახალი ჯგუფი გაჩნდა და ასეთი ჯგუფი გაჩნდა. მე ამას ვადასტურებ, მაგალითად ისეთი ხალხი, რომლებსაც ეგონა, რომ თუ კი ქართულ ოცნებას ხარს დაუჭერდნენ, ამის შემდეგ ისინი აუცილებლად მოიხსნებოდნენ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები სადღაც თანამდებობებზე და დაინიშნებოდნენ თვითონ. ეს ამბავი, როდესაც ასე არ წავიდა და გარწმუნებთ, რომ არავით არის შურისძიება საქართველოში და კუდიანებზე ნადირობა არ დაწყებულა, ამის შემდეგ ასეთი კატეგორიის ადამიანები არიან ერთგვარად განაწყენებულები და ამათ განაწყენებას ეყრდნობა ნინო ბურჯანაძე, როდესაც განცხადებას აკეთებს. რაც შეეხება ნინო ბურჯანაძის დაპირებას და სხვა კანდიდატების დაპირებას სხვადასხვა პროგრამებთან დაკავშირებით. მე შემიძლია გითხრათ, პირობა მოგცეთ, იმ პირობა კი არა, მოდი აბა დავინახოთ ყველამ რეალური სურათი როგორი არის. პროგრამის შესრულების ძალა აქვს მხოლოდ ერთადერთ კანდიდატს. ეს საპრეზიდენტო მარათონში მონაწილეთაგან. ეს არის გიორგი მარგველაშვილი, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა ექნება მისი პროგრამის განხორციელების შემთხვევაში და რომელსაც მთავრობის მხარდაჭერა ექნება. ნინო ბურჯანაძე, ბაქრაძე, გიორგი თარგამაძე, სხვები თუ გნებავთ კანდიდატები, რომლებიც არიან იმ შემთხვევაში თუ კი სცენარი განვითარდება ისე როგორც ეს მათ სურთ, ანუ დავუშვათ ეს ერთი რომ ვერ გახდა გიორგი მარგველაშვილი და სხვა გახდა პრეზიდენტი. ასეთ შემთხვევაში მათ როგორ უნდა შეასრულონ, რომელი ბერკეტი გააჩნიათ იმისათვის, რომ მაგალითად სამართლიანობა აღადგინონ. ძალიან მაინტერესებს სამართლიანობის აღდგენის საკითხში ერთი უმნიშვნელო დეტალი რატომ უნდა გამოგჩეს და ეს უმნიშვნელო დეტალი არის სასამართლო თავად.
რომელიც თვითონ წყვეტ სამართლიანობა უნდა აღდგეს თუ არა. ჩვენ ავიღეთ პრინციპი, ყველამ სახელმძღვანელო პრინციპი, მხოლოდ ერთადერთი რომ უნდა მოხდეს ხელისუფლებათა დანაწილების პრინციპის ცხოვრებაში განხორციელება და სამართალი უნდა დაადგინოს სასამართლომ. თუ კი ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება პოლიტიკოსებმა ვინ უნდა დაიჭირონ, ვინ უნდა დააპატიმრონ, ვინ უნდა გაასახლონ, ვის უნდა ქონება ჩამოართვან, ასეთ შემთხვევაში ჩვენ წავალთ შემდეგ წრეზე და მაშინ ჩვენი ხელისუფლება იქნება გამეორება იმ ხელისუფლებისა, რომელიც 9 წლის განმავლობაში მართავდა სახელმწიფოს და რომელმაც ძალიან ბევრი მიუტევებელი შეცდომა დაუშვა დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობასთან დაკავშირებით. ეს არის ცხადზე უფრო ცხადი და ერთ რამეს მე შემიძლია გითხრათ უბრალოდ, რომ ჩემთვის ამ არჩევნების ბედი არის გადაწყვეტილი. როდესაც 53% აქვს გიორგი მარგველაშვილს კვლევების შედეგად დობის ხარდაჭერის მაჩვენებელი, ეს ნიშნავს იმას, რომ უფრო მაღალი იქნება პროცენტული მაჩვენებელი არჩევნების შემდეგ, ვინაიდან არსებობს ჩვენ ახლა თვარიდან არცეთი არა ვართ ჩამოსულები და ყველამ მიცით, რომ არსებობს ემპირიული გამოცდილება, რომლის მიხედვითაც საარჩევნო მაჩვენებლები არჩევნების წინა პერიოდში, შემდეგ მთავარი სოციოლოგიური გამოკითხვა, როდესაც ტარდება არჩევნების სახით, შემდეგ ეს ციფრები მატულობს. მოიმატებს სხვათა შორის ქალბატონი ბურჯანაძისაც, ბაქრაძის მაჩვენებლებიც, რომლებსაც 4 და 7% დაუფიქსირდა თუ არ ვცდები და ეს არჩევნები ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი ხელისუფლებისთვის, არის ღირსების საკითხი, რომ რაც შეიძლება მშვიდ და დემოკრატიულ ვითარებაში ჩატარდეს. ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რაიმე ტიპის გადაცდომები დემოკრატიული პრინციპებიდან, დემოკრატიული მოთხოვნებიდან არ მოხდეს და არ განხორციელდეს. არის ესეთი ჯგუფი რუსთავში, რომელსაც უნდა ქართული ოცნების თავმჯდომარეობა, რატომღაც ჩათვალეს, რომ მე ვარ მთავარი პრობლემა მათთვის ამ შემთხვევაში, ამიტომ მუდმივად ატარებენ აქციებს, მუდმივად არიან რაღაც ერთგვარად გაღიზიანებულ მდგომარეობაში. მე ურჩევდი ამ ხალხსო, თუ მათ აქვს თავიანთი პოლიტიკური აქტიურობა და შეუძლიათ ეს აქტიურობა, ჯობია რომ ჩაერთონ საქმეში რიგითებად და დაანახონ თავისი თავი ხალხს. მე ვფიქრობ, რომ ეს ეხლა რომ მუდმივად პერმანენტულად დაიწყო მუდმივი ხმაური აქციების მოწყობა, არავით არ ღირსებას არავის არ მატებს და სხვათა შორის მინდა ჟურნალისტების საყურადღებოდაც ვთქვა, რომ ამ ჯგუფების მიერ ძალიან ბევრი ცილივწყამებლური სტატიები იბეჭდება, ჩემზეც დაბეჭდილა ძალიან ისეთი ვრცელი პასკვილი, სადაც მე გამოვედი, რომ აქვს თურმე ბიზნესები, უკვე რუსთავში გადამიფორმებია, სახლებს მიშენებენ ტაბახმელაში, ნატახტარში და სადღაც დამინიშნავს თურმე მთელ რუსთავში ხალხი. მე მინდა ჟურნალისტებს ვთხოვო უბრალოდ, რომ გადაუმოწმებელ ინფორმაციებს ნუ ენდობიან, ნუ დაიწყებენ ასეთი იაფასიანი რაღაცა თემებით მანიპულირებას, იმიტომ რომ ეს მათ ღირსებას არაფერს არ მატებს ელემენტარულად. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჟურნალისტური ეთიკის თემა არის მნიშვნელოვანი თემა. განაწყენებული ადამიანები ქვეყანაში ყოველთვის იყვნენ, ყოველთვის არიან, მაგრამ ჟურნალისტი უნდა გაუფრთხილდეს თავის რეპუტაციას, როდესაც მასალებს აქვეყნებს, მას ელემენტარული შემოწმების რაღაცა საფუძვლები მაინც უნდა ქონდეს ამ მასალებისთვის გაკეთებული.